გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის. ჩემო კატამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ აქ წამოგვარდეს. რა ნაბიჯებს გადმოდგამს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. ნახოთ. იფიქრეთ თქვენს ადამიანზე, თქვით მისი სახელი გულში და დავიწყოთ. მარკოსთან ერთად, ჩემს ფისონიასთან ერთად. ვინ არის თქვენი ადამიანი? მისი სიგნიფიკატორი კარტი, რათა გაიგოთ ეს კონკრეტული ვიდეო არის თუ არა თქვენს. იცნობს ქალბატონი. ვინ არის თქვენი ადამიანი? ნახოთ. ესე იგი, ეს არის ადამიანი, რომლის ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი ეტაპი დასასრულს უახლოვდება. მან გაიარა დიდი გზა, სანამ აქამდე მიაღწევდა და მიაღწია იმ საფეხურს, სადაც, ასე ვთქვათ, უნდა გადავიდეს მომდევნო უფრო კომფორტულ ეტაპზე. ზოგადად ეს არის ადამიანი ლოგიკის, ეს არის საქმის ადამიანი მშრომელი, ეს არის ადამიანი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ფინანსები, შესაძლებელია ასაკით არის ახალგაზრდა, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წლის არის, ენერგია აქვს ახალგაზრდული, გამოიყურება ძალიან სიმპათიურად, შესაძლებელია იმაზე უფრო ახალგაზრდად გამოიყურება, ვიდრე არის. დაახლოებით ასეთია ის ადამიანი, ვინც ამოვიდა ამ კონკრეტულ გაშლაში. თუ ემთხვევა თქვენს ადამიანს, განაგრძეთ ნახვა. თუ სრულიად სხვაგვარი ადამიანია, ვინც ჩაიფიქრეთ, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენზე და ასკროლეთ. ვინც დარჩით თქვენთვის რა ენერგიებშია ეს ადამიანი თქვენს მიმართ, ანუ თქვენ როგორ აღგიქვამთ ის. ძალიან ენატრებით ძვირფასებო. ეს არის 6-იანი თასი. მას სურს ისაუბროს თქვენზე, გაიგოს თქვენზე ამბები, თქვენს გარშემო რა ხდება, მან არ იცის, მას ეს აინტერესებს. უზომოდ ენატრებით და მას გონია, რომ ასევე თქვენს ის გენატრებათ. ესე იგი, თქვენ შორის არის ორმხრივი გრძნობა მისი აზრით. მან არ იცის თქვენ რას ფიქრობთ მასზე. ეს უბრალოდ კი ვთქვი, თუმცა ესე იგი ისეთი დამოკიდებულება აქვს მას თქვენს მიმართ, რომ ის რატომღაც არ ამხელს იმ გრძნობას, რაც აკავშირებს თქვენს მიმართ, ის ამას მალავს, რაღაცას კიდევ მალავს და შესაძლებელია ეს არის ის, რომ მას აქვს არჩევანი. მაშინ ნახოთ, რატომღაც მოიტანა ამ არკანებმა ეს შეკითხვა. თქვენს გარდა მის ცხოვრებაში არის სხვა ვინმე სასიყვარულო ურთიერთობისთვის თქვენს გარდა. მოდი ასე ვთქვათ ძვირფასებო, ესე იგი, რატომღაც ის თვლის, რომ არის არჩევანის წინაშე. თქვენს გარდა, ანუ დავუშვათ თუ იმ წყვილებს ეხება ეს, ვისაც აღარ გაქვთ ურთიერთობა, ანუ რაღაც პერიოდი მაინც 1 წელი, 2 წელი ასე შემდეგ, ვისაც არ გაქვთ კომუნიკაცია ერთმანეთში და ურთიერთობა ყოველდღიური რუტინული. ასეთი წყვილებისთვის, ანუ ვინც ასეთი ჩაიფიქრეთ ყოფილი მაგალითად, შესაძლებელია არის მის ცხოვრებაში ვინმე, თუმცა იმასთან ურთიერთობა, ესე იგი, მოულოდნელად, ასე ვთქვათ, ურთიერთობა
ინგრევა, მოდი ასე ვთქვათ. გამახის და ჩემი ფისონია ადგილს ეძებს წამოსაწყვი. დაიცინე, მოდი ამას გამოგაც და უფრო კომფორტულად დაიცინე. კომფორტის მოყვარულია, როგორც ყველა კატა. კარგით ეს გამოვაჩოჩოთ მაშინ, რადგან ინება მარგომ და გადაინაცვლა. ესე იგი, მოდი დავუბრუნდეთ თქვენ ადამიანს და თქვენ. მოდი ვნახოთ, სანამ დავსვამ კითხვას, რა ნაბიჯებს გადმოდგამს, ვნახოთ, გრძნობა აქვს მას საერთოდ თქვენს მიმართ. ეს ძალიან დამოკიდებულია თქვენ. ძვირფასებო. 3, უბრალოდ 4 არკანი ამოვიღე და აქედან 3 არის უმაღლესი არკანი და მე-4 არის 5-იანი თასი, შეხედეთ. ძალიან ნანობს ადამიანი რაღაცას თქვენთან დაკავშირებით განიცდე რაღაცას, რა ეს არის დაშორება, ანუ ეს არის რომ ერთად არ ხართ. განიცდის 24 შვიცე ის ფიქრობს თქვენზე, რა გააკეთოს თქვენთვის, როგორ მოგხიბლოთ, ფიქრობს რომ აი როგორ მოახერხოს ის, რომ ცრემლების ნაცვლად იყოს სიამოვნება, კმაყოფილება, სიხარული, სიყვარული. ამაზე ფიქრობს. მოდი ვნახოთ, რას ნანობს. იმას, რომ იყო მანიპულატორი. იმას, რომ იქცეოდა ისე, რომ თვითონ ყოფილიყო, ასე ვთქვათ, ესე იგი, მას ენახა სარგებელი მისთვის. ანუ მხოლოდ მის თავზე ფიქრობდა. ეს იყო ეგოცენტრული. კიდევ რას ნანობს? არ გამოდიოდა და არც ახლა არ გამოდის კომფორტის ზონიდან, არ აკეთებს არჩევანს, ბევრს ფიქრობს. იმდენად ბევრს, რომ ღამები არ ძინავს, ძილი, ასე ვთქვათ, თითქმის არ იცის მან რა არის ძილი. და ნანობს იმას, რომ შესაძლებელია თქვენს გვერდით, მისი აზრით ძვირფასებო, არ ვამბობ, რომ მართლა არის თქვენს გვერდით ვინმე, ის თulis ასე, რომ შესაძლებელია თქვენს გვერდით ახლა ვინმე აქტიურობს და ეს ვინმე რო თვითონ არ არის, ამას ძალიან განიცდის და ნანობს. კარგით, გადმოდგამს ნაბიჯებს, რადგან ამდენს ფიქრობს თქვენზე. გადმოდგამს რამე ნაბიჯებს, ასე ვთქვათ, უახლოესი 1 თვის განმავლობაში. თქვენც მიათითეთ რაიმე დრო თქვენთვის. გადმოდგამს ნაბიჯებს თქვენი რა თქმა უნდა, ძვირფასებო. აუცილებლად, რატომ? იმიტომ რომ თქვენ არ აქტიურობთ, თქვენ არ მოქმედებთ. აქედან გამომდინარე ის ეჭვიანობს ძალიან ბევრს. მას გონია, რომ თქვენ რადგან არ აქტიურობთ, ესე იგი თქვენს ცხოვრებაში ვიღაც გამოჩნდა, ვიღაც მისი კონკურენტი. ამის მიღება მას არ შეუძლია, ამიტომ ის აუცილებლად გამოჩნდება და რას გააკეთებს, როგორ გამოჩნდება. გესაუბრებათ თქვენ რაზე, რასთან დაკავშირებით? სიყვარულზე, რა თქმა უნდა, ეს კითხვა არც უნდა დამესვა. კარგით, საუბრის გარდა რაიმეს გააკეთებს კიდე თქვენთვის? ესე იგი, ძვირფასებო, მას გონია თქვენს ადამიანს, რომ საკმარისია ის, რომ ის არის ქარიზმატული, სექსუალური, ტემპერამენტიანი, ენერგიული. ეს არის საკმარისი. ესე იგი, რას გააკეთებს? გააკეთებს იმას, რომ მთელი თავისი პერსონით წარსდგება თქვენს წინაშე და ეცდება თქვენს მოხიბლას. ეს არის ძველი სცენარი. ეს არის იგივე წრე, რასაც იყავით არა ერთხელ. ეს უნდა იცოდეთ ძვირფასებო. ანუ რაიმე ახალის შემოთავაზებას არ აპირებს. კარგით, ვნახოთ რჩევა თქვენთვის და ამაზე დავასრულოთ. რჩევაში არც ვიცი როგორ რა გითხრათ რჩევად. გაერთეთ მასთან ერთად, თუ გსურთ, რა